იმесе დღის შემდეგ იმ დღის შემდეგ როდესაც იცით უბრალოდ ვიტყოდი რომ არჩევნები ტოტალურად გაყავდა მაგრამ ტოტალურად არჩევნები როდესაც უნდა ვთქვა რომ გაყავდა უნდა ვიგულისხმოთ რომ ტოტალურად არჩევნები გადაწერეს რაღაცა манипуляციების მეშვეობით ციფრული პროცენტების შეცვალეს მაგრამ ეს უბრალოდ ტოტალურად გაყალბებული არჩევნები კი არ იყო ეს იყო ტოტალური ძალადობის ფონზე ჩატარებული არჩევნები სადაც ერთ-ერთი რაც იკადრეს იყო ტოტალური გაყალბება ბევრი სხვა რამ იკადრეს და ბევრი რომ არ გამიგზავდეს ახლა ძვირფასო მეგობრებო პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გითხრათ გუშინდელი აქტიურობისთვის გუშინდელი თავდადებისთვის და მხარდაჭერისთვის გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა გუშინ ბრძოლა დაიწყო და ბუნებრივი არავინ არ ვაპირებთ არც ერთი ჩემის აზრით ჩემი ღრმარწმენით ჩვენი ღრმარწმენით არც ერთი თავმოყარი საქართველოს მოქალაქე ყველაფერი მის შემხედვარი რასაც ადგილი ჰქონდა გუშინ არ აპირებს ამ ყველაფერთან შეგუებას და აპირებს ბრძოლას ძალიან მტკიცეს ძალიან ურყევს შვიდობიანად ძალიან შვიდობიანად მაგრამ ძალიან მტკიცეს კიდევ ერთხელ ხალხს უსვამთ ემისათვის რომ კონკრეტული გეგმა ძვირფასო მეგობრებო ძვირფასო თბილისელებო გაგაცნოთ თუ რა არის ეს გეგმა დღეს საღამოს 7 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რათა ამ კონკრეტული გეგმის თაობაზე ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ და არავის არ ქონდეს იმის ილუზია რომ გაყალბებული ძალადობრივი სულში შეურაცხყოფა მიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფალს მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფალს ეს შერჩება ამიტომ გელოდებით ძვირფასო თბილისელებო დღეს 7 საათზე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმეორებით ის დავიწყე ბრძოლა გუშინ არათუ არ დასრულებულა არამედ ბრძოლა დაიწყო ძალიან დიდი მადლობა და შეხვედრამდე რუსთაველის გამზირზე 7 საათზე